მოგესალმებით, მე ვარ ნიკოლოზ გოგიტიძე და ამ ვიდეო გაკვეთილში მინდა გასწავლოთ თუ როგორ უნდა დავარეგისტროთ Togo დომეინი და შემდეგ როგორ უნდა მივაბათ ის საიტებს. ამ შემთხვევაში ვიდეოს გავყოფ სამ ნაწილად. პირველ ნაწილში ვისაუბრებთ დომეინის დარეგისტრებაზე. და შემდეგ ორ ვიდეოში ორ გაკვეთილში ვისაუბრებთ უფრო საიტებზე და სხვა ჰოსტინგებზე მიმაგრებაზე. მოდი დავიწყოთ. პირველ რიგში უნდა შევიდეთ მათ საიტზე .togo და აქ უნდა დავწეროთ ჩვენი სასურველი დომეინი. მაგალითად დავწეროთ nikolozz. შემდეგ დავაჭიროთ go. აქ მივთითოთ use DNS, შემდეგ own DNS და აქ ჩავწერთ სასურველ DNS-ებს. მოდი პირველად ჩავწეროთ localhost hosting-ის DNS-ები. შემდეგ აქ ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი თვე და დავიწყოთ sign up. Მოგნება რაღაც არასწორად გავაკეთე. ამი ყველაფერი სწორია. დავაჭეროთ აქ use your email address to sign up. და აქ დავწეროთ შემდეგ next. აქ დავწეროთ ჩვენი სახელი, მაგალითად Nikolozz Gogitidze, შემდეგ ვუჩვენთ პაროლი. Create account. Remember password. Save. რეგისტრაცია დასრულებულია და ახლა გვეუბნება რომ უნდა შევამოწმოთ ჩვენი inbox-ი და მივყვეთ მოცემულ links. ამისათვის შევდივარ ჩვენს პოსტად. ახლა დავაკლიკოთ login to my account.togo. აქ დავწეროთ ჩვენი მისამართი. შემთხვევაში არის Nikolozz სამიზუთი ძაღლობა facebook.com და პაროლი. დავაკლიკოთ login, remember და გაიხსნება ესეთი პანჯარა. ეს გვიჩვენებს რომ ჩვენ უკვე შესრულები ვართ. ესე იგი რა ხდება აქ? აქ არის პროფილის გვერდი, სადაც არის შეცვალე შენი პროფილი, შეცვალ დააყენე შენი პაროლი. და my domains section-ში არის my domains და add a new domain. აქ შეგვიძლია დავამატოთ ახალი დომეინი. ჩვენ პირველი გაკვეთილი უკვე დავამთავრეთ. მეორე გაკვეთილში კი ვისწავლით როგორ უნდა მივაბათ დომეინი localhost საიტებს. ხოლო მესამეში ვისაუბრებთ სხვა ჰოსტინგებზე დომეინის მიღებას. მადლობთ რომ იყავით ჩვენთან. გაგველოდეთ ოდამ საინტერესო გაკვეთილებით Nikolozz Gogitidze.